ქართული ოცნების მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით ოცნების პარლამენტს მიმართავს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცვლილების თანახმად ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1 სექტემბრიდან გაუქმდება და მის უფლებამოსილებას საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამისად მთავრობა განახორციელებს. საბჭოს აპარატის აქტივებს, მათ შორის ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფის უფლებამოსილებას კი სალიკვიდაციო კომისია შესაბამის უწყებებს გადასცემს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე უმაღლესი დონის ორგანოა. საბჭოს მუდმივი და მოწვეული წევრები ჰყავს. არსებობის განმავლობაში საბჭო სულ რამდენჯერმე შეიკრიბა. ბოლო დროს შინაგან საქმეთა მინისტრობიდან გადადგომამდე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ვახტანგ გომელაური იყო. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს გაუქმებას, არაფერი არ უქმდება, უბრალოდ ფუნქციები გადანაწილდება სამთავრობო სტრუქტურებზე, რომლებსაც კონკრეტულად ეხებათ ეს მიმართულება. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ნორმალური პრეცედენტი, ვინაიდან უშიშროების საბჭო ესე განცალკევებულად საპარლამენტო რესპუბლიკებში როგორც წესი არ არსებობს, ეს უფრო დანერგილი პრაქტიკა არის საპრეზიდენტო რესპუბლიკებში და მახიდან გამომდინარე იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული. ყველა ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაში არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, სხვადასხვა სახელი ჰქვიათ. ჩვენი მეგობრები წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ საქართველოს, რომ ასეთი სტრუქტურა ჩვენთან უფრო ძლიერი ყოფილიყო, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ შეძლოს სახელმწიფომ მოახდინოს კოორდინაცია იმ სტრუქტურებისა, რომელსაც ეხება ქვეყნის თავდაცვა, საგანგებო სიტუაციების მართვა, სამოქალაქო თავდაცვა და კატასტროფების მართვა. ეს არის ცივილიზებული გზა, მაგრამ ამ მოღალატეთა რეჟიმის ამოცანა არ არის დამოუკიდებელი ევროპული სტანდარტის ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. ეროვნული უსაფრთხოება რამდენად დიდ და განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს დღევანდელი მთავრობისთვის, ამას ესეც ყველა კარგად ვხედავთ. ახლა ამ სამსახური ფაქტიურად ისედაც არ მუშაობს და ჩვენ არ გვახსოვს რაიმე განსაკუთრებული გადაწყვეტილება, შეხვედრები და ამ სამსახურის რაიმე განსაკუთრებული ეფექტიანობა და ახლა გააუქმებენ, არ გააუქმებენ, მთავრობა შეითავსებს თუ როგორ იქნება, არ მგონია ამას დიდი მნიშვნელობა კონდეს იმ პირობებში, როდესაც ზოგადად ეროვნული უსაფრთხოება არ არის პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო საქართველოში 2019 წელს შეიქმნა, მანამდე ეროვნული უშიშროების საბჭო არსებობდა. უსაფრთხოების საბჭოსგან განსხვავებით უშიშროების საბჭოს მუდმივ მოქმედ წევრებს შორის იყო პრეზიდენტიც.